დღეს შიდაქართში შევხვდით მელიორაციის წარმომადგენლებს, შეხვედრას ესწრებოდა 4 მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარეები, ასევე წარმომადგენლები, ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, თუ რა გამოწვევებიც არის დღეს შიდაქართში მელიორაციის მიმართულებით, ვისაუბრეთ იმ სამუშაოებზე, თუ რა სამუშაოებიც უნდა განხორციელდეს ჩვენს რეგიონში მელიორაციის მიმართულებით და რა თქმა უნდა, გადადგმული ნაბიჯები ხელს შეუწყობს მელიორაციის სისტემების უკეთესად მუშაობას. მსგავსი ტიპის შეხვედრები მუნიციპალიტეტის მერებთან, გუბერნატორთან, რეგიონებში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მოსახლეობთან უშუალო კონტაქტისას გამოვკვეთოთ ის პრობლემები, თუ რა აწუხებთ მელიორაციის კუთხით, რა არის გასაკეთებელი, რა არის გამოსასწორებელი, რა პრაქტიკა უნდა გავატაროთ, იმიტომ რომ მათ 2026 წლის ირიგაციის სეზონი წარმატებულად ჩაატაროთ. ჩვენ უშუალოდ მოსახლეობას გავაცანით ის სუბსიდირების მიმართულება, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2026-2027 წელს დაგეგმა და გავაცანით ის ახალი მიდგომები ტარიფების კუთხით, რომელიც მიმდინარე წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება. დღეს შედგა შიდაქართლის მოსახლეობის შეხვედრა საქართველოს მელიორაციის ხელმძღვანელობასთან. შეხვედრა მიმდინარეობდა კონსტრუქციულ რეჟიმში, მათ გაგვაცნეს სამოქმედო გეგმები, ისაუბრებს ამომავლო პერსპექტივებზე, მოსახლეობამ გამოსცვა თავისი გულის ტკივილი, ყველა პრობლემა წამოჭრა, რაც კი აწუხებთ მიმდინარე პერიოდში და მელიორაციის ხელმძღვანელობისაგან მიიღეს პირობა, რომ სათითაოდ ჩავნեն ყველა მუნიციპალიტეტში, შეხვდებიან მოსახლეობას, ადგილზე გაეცნობიან პრობლემებს და ყველა პრობლემა შეძლების დაგორად იქნება მოგვარებული.